ლარი 10 თვეში პრემიის სახით, ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი IDFI-ის მოთხოვნაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო ინფორმაციის მისაღებად რამდენიმე წელი სასამართლო პროცესები და პროკურატურისთვის მიმართვაც დაჭირდა. პასუხის მიუხედავად სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ინფორმაცია არასრულია. გაცემული პრემიები კი კითხვის ნიშნებს აჩენს. 7 მილიონამდე ლარის ოდენობის პრემიის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 წლის დაგვიანებით გაასაჯაროვა. საქმე ეხება 2013 წელს უწყების მაღალ ჩინოსნებზე გაცემულ პრემიებს, რომლის შესახებაც ინფორმაციას IDFI ჯერ კიდევ 2014 წლიდან ითხოვდა. საჯარო ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზაციამ 3 ინსტანციაში შეახსენა. საბოლოოდ კი პრემიების შესახებ მონაცემები მხოლოდ გუშინ მიიღეს, თუმცა არასრულად. პრემიებისა და არ ვიცი სხვა შეიძლება განამატების გაცემას ჰქონდა იქ ადგილი და ამიტომაც ამ ინფორმაციას არ გვაძლევდნენ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ნოემბერ-დეკემბერში კიდევ უფრო დიდი თანხების გაცემა მოხდა. IDFI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სულ 2013 წლის პირველ 10 თვეში უწყების მაღალ ჩინოსნებზე გაცემულმა პრემიებმა 6,999,892 ლარი შეადგინა. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი დანამატებზე და აგრეთვე ნოემბერ-დეკემბრის მონაცემებზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებზე გაცემული პრემიები 501,250,000. ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსებზე გაცემული პრემიები 317,250,000. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორზე და მის მოადგილეებზე გაცემული პრემიები 144,675,000 ლარი. სპეციალურ და საგანგებო ღონისძიების ცენტრის დეპარტამენტის დირექტორზე გაცემული პრემია 200,500. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორები და მოადგილეები 119,800. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ. შესაბამისად უცნობია თუ რა მიზეზით განაწილდა თანხები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ჯერ ირაკლი ღარიბაშვილის, მოგვიანებით კი ალექსანდრე ჭიკაიძის მინისტრობის დროს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის მოხვდნენ ის მაღალჩინოსნების, რომლებსაც დღემდე სამთავრობო გუნდში საპასუხისმგებლო თანამდებობები აბარიათ. მაგალითად ლევან იზორია, ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე ტაბადაძე და სხვები. კიდევ ერთი დარღვევა, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, ისაა, რომ მაღალჩინოსნებს ქონებრივ დეკლარაციებში არასწორი ინფორმაცია აქვთ მითითებული, რაც მნიშვნელოვნად ცდება მათ რეალურ შემოსავალს. ერთი ეს არის, როდესაც დეკლარაციის შევსება ხდება არასწორად, თუ კი ეს განზრახ არასწორად ხდება ცხადი, ამ შემთხვევაში აპასუხისმგებლობის ზონა შემოდის მათ შორის დასჯადიქმედება, რომელიც შეიძლება იყოს ერთი და მეორე. ამ კონკრეტულმა პირებმა თავად აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში 2013 წელს გაცემულ პრემიებსა და IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებები დღეს დეპუტატებმაც გააკეთეს. რა თქმა უნდა ის რომ აიგზავნოს პრემიები, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ ცხადია რომ მინისტრებზე პრემიები არ უნდა გაიცემოდეს და მე მგონი ეს პრაქტიკა უკვე დავასრულეთ. ეს 2013 წლის მონაცემებია. 2016 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში მთლიანად მაღალი თანამდებობის პირების პრემიებზე და დანამატებზე გაცემული არის 67 მილიონზე მეტი. საჯარო დაწესებულებებში პრემიების ოდენობის განსაზღვრის წესი მთავრობამ 2014 წელს მიიღო, თუმცა არასამთავრობო სექტორში არსებული მოდელის ხარვეზებზე საუბრობენ. თემაზე საუბარს მომის პირდაპირ ეთერში ლევან ავალიშვილთან განვაგრძობთ. ორგანიზაცია IDFI-ის ერთ-ერთი დაფუძნებელი გვერდება პირდაპირ ეთერში. აღმოჩნდებისა ბატონ ლევან, გმადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით. ბატონ ლევან, როგორი არის საბოლოო შეფასება IDFI-ისა? მიღებული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი, თუმცა როგორც თქვენ აცხადებთ, არასრულად. ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ მიიღეთ, რას გეუბნებათ? ჩვენ ამ ინფორმაციას არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, არამედ ყველა უწყებიდან, ყველა საჯარო დაწესებულებიდან, ყველა სამინისტროდან ვითხოვთ ზოგადად. მინდა გითხრათ, რომ უმეტესწილად ვიღებთ, ანუ არის რამდენიმე უწყება, რომელსაც ადრეც ვერ ვიღებდით და დღესაც პრობლემებია, მათ შორის ერთ-ერთი იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამ ჩვენმა კვლევამ ანახა, რომ აი ამ 3 წლიანმა პროცესმა ბოლოს და ბოლოს მოიტანა შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მქონდა სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, უწყება მაინც არ გვაძლევდა ინფორმაციას, რითიც პრინციპში უკვე არ ღვევდა კანონს, იმიტომ რომ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას უკვე დასჯადი ქმედება. შესაბამისად ჩვენ მივმართეთ უკვე პროკურატურას, მოვითხოვეთ საქმის აღძრა იმაზე, რომ საჯარო დაწესებულება წარმოედგინეთ, არასრულებს საკუთარ ვალდებულებას, არასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას.
და მოვითხოვეთ შესაბამისად რეაგირება. და სადღაც ერთ კვირაში აი ამ განცხადების შეტანიდან უკვე მოგვაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია. არ ვიცი, შესაძლებელია მეორე ნაწილი ინფორმაციისა, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით კერძოდ დანამატების შესახებ მონაცემები და ასევე ნოემბერი-დეკემბრის შესახებ მონაცემები კიდე მოგვაწოდონ. ამას მე არ გამოურიცხავ ამ ეტაპზე, თუმცა იმ მონაცემებიდან, რაც ჩვენ მივიღეთ, პრინციპში შემიძლია გითხრათ ვარაუდი იმის თაობაზე თუ რატომ არ გვაძლევდნენ ამ მონაცემებს ამდენი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი ვარაუდი ბატონ ლევან არის ის, რომ გაცემული პრემიები უპრეცედენტოდ მაღალი არის, რომ შევადაროთ სხვა უწყებებს იმ პერიოდისთვის, რამდენად მაღალია შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალი თანამდებობის პირებზე დარიგებული. ძალიან მაღალი არის. მე შემიძლია გითხრათ, რომ ორი შემთხვევა, აი ამ მონაცემებიდან შემიძლია ორი შემთხვევა გითხრათ, როდესაც ერთ თვეს კონკრეტულ თანამდებობის პირზე გაიცა 20,000 ლარზე მეტი პრემია, ანუ ეს არის მათი ხელფასის დაახლოებით 5 მაგიოდენობა და ეს არის მართლა უპრეცედენტო, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ეს პრაქტიკას ვიკვლევთ 2009 წლიდან ამის მონიტორინგს ვაწარმოებთ. ძირითადად პრემიები, რა თქმა უნდა, ყოველთვის გაიცემოდა, მაგრამ ხელფასის 2 მაგიოდენობით და ძალიან იშვიათი არის ხოლმე შემთხვევები, როცა აი ამ ხელაუდენობით გასცემენ პრემიას. თუმცა მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ აქ პრემიები მხოლოდ ერთი საკითხია, უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის ის შეუსაბამობა მათ დეკლარაციებში. თანამდებობის პირებს ევალდებულებათ, რომ მათი შემოსავლები დააფიქსირონ დეკლარაციებში და ეს იყოს საჯარო ყველასთვის და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მათ მიერ მოწოდებული ყველაზე არა მაქვს, რა თქმა უნდა, საუბარი, რამდენიმე თანამდებობის პირზე მაქვს საუბარი, მათ მიერ დაფიქსირებული შემოსავალი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მათ რეალურად ჰქონდათ 2013 წელს, რაც უკვე დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს და ეს უკვე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს მიზანმიმართულად არ დააფიქსირეს ეს თანხები თუ ეს იყო შეცდომა. აპირებთ თუ არა ბატონ ლევან ოფიციალურად წერილობით რომ მიმართოთ პროკურატურას ამის თაობაზე? იცით რა არის, პროკურატურა ვალდებულია მედიაში გაჟღერებული საკითხთან დაკავშირებით დაიწყოს მოკვლევა. მე ვფიქრობ, რომ ამას ისინი დაიწყებენ. ჩვენ ეს განცხადების დონეზე გავაკეთეთ, ეს განცხადება გაავრცელა თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტომ, შესაბამისად მე ვთვლი, რომ პროკურატურა ისედაც უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება. ბატონ ლევან, თქვენ შეფასებით შესაძლოა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდეს რაიმე დასაბუთებული არგუმენტი იმის თაობაზე, თუ რატომ დაჭირდა ამდენი ხანი თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებას? მე ესე დასაბუთებას, რა თქმა უნდა, არ ველი. აქ საქმე იმაშია, რომ ჩვენ სამი სასამართლო პროცესი მოვიგეთ. ჩვენ ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ და ბოლოს უკვე მივმართეთ პროკურატურას იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა სამართლებრივი მექანიზმი იყო ამოწურული. მათ უბრალოდ ევალდებულებოდათ სასამართლო მათ დაავალდებულა, რომ ჩვენთვის ინფორმაცია მოეწოდებინა და მიუხედავად ამისა, დაახლოებით 4 თვე მაინც არ გვაწვდიდნენ. ჩვენ აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც მივმართეთ და აღსრულების ეროვნულ ბიუროს გზით ვცდილობდით ეს ინფორმაცია მიგვეღო, მაგრამ ამანაც არ გაჭრა და ბოლოს როგორც ხედავთ, უკვე საქმე მივიდა იქამდე, რომ ჩვენ მოვითხოვეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება. არ ვიცი, ვინ არის ამის უკან, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენ ინფორმაციას არ გვაწვდიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კანონიერი ყველა გზა გავიარეთ და ჩვენ ეს ინფორმაცია უნდა მიგვეღო. პრემიების გარდა, როგორც ცნობილი არის, IDFI თუ არ ვწდები, ითხოვდა ასევე ინფორმაცია სახელმწიფო დანამატების შესახებ. მიიღეთ თუ არა ეს ინფორმაცია? არა, ამ პასუხში მოწოდებული იყო მონაცემები მხოლოდ პრემიების შესახებ. მე მინდა აღვნიშნო, რომ ძალოვან უწყებებში განსხვავებული სისტემები არის დანამატებთან დაკავშირებით, არსებობს სპეციალური წოდებრივი დანამატები, ნამსახურეობის მიხედვით არსებული დანამატები, ეგრეთ წოდებული საიდუმლოსთან დაშვების დანამატები, ანუ ესეც საინტერესო ინფორმაცია, იმიტომ რომ ჯამურად პრემიაც, დანამატიც და ხელფასიც, ანუ ეს თანხა არის ის საერთო ჯამი, რომელიც დეკლარაციაში უნდა დაფიქსირდეს და აი ამ დეკლარაციების გადამოწმებით, ზოგადი გადამოწმებით, რაც ჩვენ მოვასწარეთ, შემიძლია გითხრათ, რომ უმეტესწილად თანხები არის არასრულად მითითებული. რაც უკვე მონიტორინგის და შესაბამისი რეაგირებას ითხოვს. დიდი მადლობა ბატონ ლევან იმისთვის, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, მოამბის შეკითხვებს. ლევან ავალიშვილი ორგანიზაცია IDFI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი